ნებისმიერი ქვეყნის ტოტალიზატორში რომ მიხვიდეთ ან ონლაინში ავსოთ ასე მაგალითად ბილეთი, იქ ნახავთ საფეხბურთო მატჩების თაობაზე კოეფიციენტებს, მაგალითად ბარსელონა პირობითად ლაპარაკობ ხეტაფე, რაღაც ბარსელონას ექნება დაბალი კოეფიციენტი, ხეტაფეს ღმერთმა უწყის რამდენი. მაგრამ იქ ვერ ნახავთ თქვენ ამგვარ თამაშს წყალებში, ამგვარ კითხვას ჩამოაგდებს თუ არა უკრაინა წითელ მოედანზე რაკეტას, ფთოსან რაკეტას თუ რაღაც უპილოტო დრონს წითელ მოედანზე 9 მაისს. ვერ ნახავთ. აი თეორიულად ამგვარი შეთავაზება რო გაჩნდეს რომელიმე პირველ თუ 57 თუ 135 ხარისხოვან ტოტალიზატორში, ხო? ამგვარ ამბავზეც რომ იღებდეს ფსონს ტოტალიზატორი, კოეფიციენტი რომ ჩამოაგდებს, კოეფიციენტი ამ პასუხს ექნებოდა, არ ვიცი, 999 ცოტას ვამბობ. 9999. ერთ ლარს დადებ, 9999 მოიგებ. კალცევოი ქვია რუს მოსკოვის ცენტრს. ხო, კალცევოიზე ჩამოაგდებ თუ არა წითელ მოედანზე, რომელიც მოქცეულია ამ კალცევოიში, არამედ მთლიანად ამ მოსკოვის ცენტრში ჩამოაგდებს თუ არა უკრაინა, ამას ექნებოდა მაღალი კოეფიციენტი, მაგალითად 1000. მაგრამ ეს შესაბამისად დაადებ 1 ლარს და მოიგებ 1000 ლარს. მთლიანად მოსკოვში ჩამოგდებაზე ექნებოდა ამგვარი კოეფიციენტი პირობითად 200, ხო? მოსკოვში რუსეთში ჩამოგდებაზე ექნებოდა 1.01 დრო ისედაც აგდებს, ხო? ისედაც ბომბავს, მათ შორის უკრაინაც ბომბავს რუსეთს, ყირიმში აგე ერთი ამბავია, ბახმუთთან მეორე ამბავია და სადარ არის დიდი ამბავი, უკრაინელების შეტევაზეც არიან, არავის ეგონოს რომ უკრაინელები მხოლოდ თავს იცავენ. ახლა ასე დავიწყე მე ჩემი დღევანდელი ვიდეო ბლოგი, მაგრამ ახლა მე სხვა კითხვა მაქვს და სხვა კითხვას დავსვა. რა ხდება 10 მაისს ხალხო? 11 მაისს რა ხდება 12-ში, 13-ში, 17-ში, 25-ში, 27-ში. ივნისში რა ხდება? ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერში, არ ვიცი. მომავალში რა ხდება? ანუ ტრამპისეული მოსაზრება თუ სურვილი იმის თაობაზე რომ ომი გაჩერდება, როგორც ჩანს ჩაილურის წყალს სვამს, როგორც ჩანს არ გამოდის. იმიტომ კი არა რომ ფორმალისტურად და ღიად საჯაროდ ან ერთი ან მეორე მხარე უარობს ომის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას. არა, რას ბრძანებთ? მოსკოვიც და კიევის ამბობენ რომ ჩვენ მზადა ვართ იმისთვის რომ ომი შეწყდესო, დროებითა ამბობს ერთი მხარე. ველელი გადავწყვიტოთ როგორო, მაგრამ აი 30 დღიანი მე სამეს მხრივ 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტას არ გამოვიდა რუსეთის ჯიქურობისა და ჯიუტობის გამო, პუტინის ჯიუტობისა და ჯიქურობის გამო. ხო და რა ხდება პირობითად 17 მაისს? აი 8 დღის თავზე 9 მაისიდან. რა ხდება და მე აქ უკვე ისევ ტოტალიზატორზე ვისაუბროთ, კოეფიციენტები რომ იყოს ამაზე, ისევ და ისევ დაბალი კოეფიციენტი ექნებოდა კითხვას გრძელდება თუ არა საბრძოლო მოქმედებები და პასუხს გრძელდება ექნებოდა 1 პირობითად 0.2, ანუ სულ რაღაც 2 თეთრს მოიგებ 1 ლარში და შესაბამისად რაღაც 20 ლარს მოიგებ 1000 ლარში, თუ არ ვცდები ესე გამოვიდა. თუ გადავიანგარიშებთ. თუ არ ვცდები კი არა ასე გამოვიდა. საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება ისევ და ისევ გამოფიტვაზე, ვინ ვის ძლებს, რუსეთს თითქოს აქვს რაღაც განუსაზღვრელი რესურსი, მაგრამ თლად ესე არ არის საქმე. მას აქვს მეტი რესურსი ადამიანების მობილიზაციის, სასექტემბროდ, საოქტომბროდ, მაღალი ალბათობით პუტინი გამოაცხადებს საყოველთაო მობილიზაციას და გარეკს, როგორც ცხვრის ფარას. საზარბაზნე ხორცს ადამიანებს, მოქალაქეებს, საკუთარივე მოქალაქეებს, რომლებმაც არაფერი იციან ომისა, რომლებსაც არაფერი გაეგებათ, ინჩიც არ იციან და ბინჩიც ამ ომში და შეახოცავს. რუსები გაცილებით მეტს კარგავენ რაოდენობრივად, ვიდრე უკრაინელები, უბრალოდ უკრაინელებისთვის დანაკარგები გაცილებით ძვირფასია. ამიტომაც რომ ის პატარა ქვეყანაა რუსეთთან შედარებით, ამიტომაც რომ ის და იმიტომაც კიდე დამატებით რომ საზარბაზნე ხორცი, როგორც ასეთი უკრაინას არ ხავს ბევრი პოლიტიკური, გეოპოლიტიკური და პირველ ყოვლისა მორალური, ზნეობრივი მორალური პოზიციების და პოლიტიკის და მიდგომების გამო. გაგრძელდება ომი, მეთქი ამას რომ ვამბობ,
ცხადია ახლა საბოლოო ჯამში ეს ვინ იცის, მაგრამ გაგრძელდება იმ ვითარებიდან გამომდინარე ახლა, რომელიც არის შექმნილი ფრონტის ხაზზე და იმ სურვილუკები, ღია გაცხადებული სურვილუკებიდან თუ პრინციპებად წოდებულებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რუსეთს. რუსეთი კი ამბობს, სანამ არ აღმოიფხვრება ისეული გაგებით. არ აღმოიფხვრება ძირეული პრობლემები უკრაინაში, ამ ომს ჩვენ ვერც შევწყვეთ კი თუ გრებავთ შევწყვეთ, მაგრამ ძირეული პრობლემები უნდა აღმოიფხვრასო. ეს გვესმის როგორც საგარეო საქმეთა უწყებიდან, ისე პრეზიდენტის ადმინისტრაციისაგან და ისე უშრების საბჭოდან და ლამის პრეზიდენტი პუტინიც კი ამბობს, აბას ლამის კი არა ამბობს. ახლა რა არის ეს ძირეული პრობლემები? უკრაინა არ უნდა გავიწევრიანდეს ნატოში. გავიგეთ, გავიარეთ, გადავფუძლეთ. თუმცა რატომ არ უნდა გაწევრიანდეს? ეს კითხვა ხო აქტუალურია. საკმარისია ერთი ვეტო შეერთებული შტატებისა, რომ ისედაც არ გაწევრიანდება. ანუ ვაშინგტონმა რო უთხრას, რომ მოსკოვს რო ვიცინა მე ვეტოს დავადებ ნებისმიერ ახალ ინიციატივას უკრაინის გაწევრიანების თაობაზე, მე ვეტოს დავადებ ჩემი პრეზიდენტობის პირობებში მინიმუმ. ან შეიძლება შევქმნა ისეთი მექანიზმი, რომ მომავალმა პრეზიდენტებმაც დაადონ ვეტო, მომავალმა ხელმძღვანელებმა შეერთებული შტატებისა, უკრაინა ისედაც ვერ გაწევრიანდება ნატოში, როგორც ორგანიზაციაში, სულ რომ დანარჩენმა ქვეყნებმა ერთხმად იხუვლონ და იყვირონ, რომ უკრაინა მისაღები აო. ამიტომ ცალსახა, ცალმხრივი გარანტიის მიცემა შეერთებულ შტატებსაც შეუძლია. მეორე და ეს ნატოს ამბავი ხო გავიგეთ, მაგრამ მეორე არის აბსურდული მოთხოვნა. უნდა აღმოიფხვრას ძირეული საკითხებიო ისმის მოსკოვიდან და ამ ძირეულ საკითხებს შორის ასახელებენ უკრაინის დენაციფიკაციას. ვინმე გნებავთ მოსკოვში, გნებავთ მურმანსკში, გნებავთ ჩელიაბინსკში, გნებავთ პეტერბურგში, სადაც უნდათ. ან ევროპიდან, ან შეერთებული შტატებიდან, ან სადმე, აი ჩვენს რგვალ დედამიწაზე მინდა ახსნას, კარგი იქნება ახსნას, რას ნიშნავს დენაციფიკაცია. დენაციფიკაციად, კი არა, ნაციფიკაციად შეიძლება მიჩნეული იყოს ნებისმიერი რამე მოსკოვის მხრიდან. უკრაინულ ენას რატომ ასწავლით უკრაინულ სკოლებში კიევის ცენტრში? ესეც არის ნაციფიკაციის თვალსაჩინოებაო, შეიძლება ნებისმიერ წამს თქვას, ნებისმიერ დროს თქვას, შუბლზე ზარღვ გაწყვეტილმა ნებისმიერმა რუსმა, მით უმეტეს კრემლიდან და შუბლზე ზარღვი რო აქვთ მათ გაწყვეტილი, ახლა ამაზე მე დავებით პირდაპირ მნიშვნელობის ცხადია არ იგულისხმება, მე ანატომიურად არ შეიმოწმებია, ვერ შევამოწმებ პრეზიდენტ პუტინს, აქვე ვიტყვი და ამის შესაძლებლობა არ აქვს და რომ გქონდეს რაღაც ზარღვუკები, აქ ფიზიკური ზარღვუკები ალბათ გადის, უბრალოდ აქ ფიგურალურად არის ნათქვამი, ხომ ხვდებით. დიახ, შუბლზე ზარღვ გაწყვეტილ რუსს, უნამუსოს, ანუ ნამუსგარეცხილს შეუძლია ნებისმიერ რამეში მიედაოს უკრაინას და არა მხოლოდ უკრაინას, ყაზახეთს, სხვებს, ყაზახეთს, პოსტსაბჭოთა სივრცის ნებისმიერ იმ სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოსაც, რომელზეც მას აქვს პრეტენზია, რომელზეც მას აქვს ამბიცია, რომელზეც ამბობს, რომ ეს ქვეყანა რაღაცი არ არის ჩემსკენ, შესაბამისად მტრებისკენ არის, ანუ დასავლეთისკენ და მას კი წინააღმდეგობას გავუწევ კი არა, მას კი შევაჩერებ გარბითარებაში იო. დენაციფიკაციასთან დაკავშირებით ჩამოვყალიბდით, აქამდე რუსეთი ითხოვდა დენაციფიკაციას სვეოს ფარგლებში, ყოველ შემთხვევაში იმ სამი რეგიონისა, რომელიც თავისად მიაჩნდა, ეს არის ყირიმი, ეს არის დონეცკი და ლუჰანსკის ოლქები. უკვე შემდგომ მან ორი ოლქი მიიერთა ნოვოროსიის ფარგლებში და თქვა, რომ ხერსონიც ჩემიაო, თუმცა ხერსონის ნახევარს აკონტროლებს. საპოროჟიეს ჩემიაო და ასე მადამოსულს შეიძლება ნებისმიერ წამს მოუნდეს ნებისმიერი ქალაქი. არა, მოუნდეს კი არა, უნდა კიდეც. უბრალოდ ჯერ არ მიუერთებია ხარკოვი ან დნეპროპეტროვსკი ან არ ვიცი, ოდესა და ლევოვიცკი. თუმცა ოდესაზე, ხარკოვზე და დნეპროპეტროვსკზე სიტყვას სულ უფრო ხშირად რომ ასველებენ რუსი იმპერიალისტები, ესეც ფაქტია. ისინი ამბობენ, პატრუშევმა თქვა ეს, ისინი ამბობენ, რომ მთელი შავი ზღვისპირეთი გვინდა ჩვენ რეალურად უკრაინისო. ისო რუსულიაო, აბა მოქალაქეებს კითხეთო, დიახ, როცა რეჟიმია დამყარებული, ბაბუშკა ძედუშკებს რო კითხავ, ყირიფშიც გააკეთეს პრინციპში, ხო? როცა თავისუფალი გარემო არ არის ნებისმიერ ქვეყანაში, შეიძლება მოინდომონ რუსეთთან მიერთება, არა, მე არ ვამბობ, რომ ახლა ამას გააკეთებს ვაშინგტონი, იმიტომ რომ ის ძლიერი სახელმწიფოს დედაქალაქია.
მაგრამ არ ვიცი, სადღაც შუაგულ ევროპაში რომ ჩაატარო კარგი, აი ეს სუყე ჰიბრიდული ოპერაცია მრავალწლიანი რასაკვირველია, ასე მაგალითად შუაგული არ არის თლათ, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპაში რომ ჩაატარო ოპერაცია ბულგარეთის საზოგადოების წვინებს რატო ვერ გამორეცხავ და თუ ამასობაში გააქცევ ბევრ ბულგარეთს მიღმა და დატოვებ ბულგარელ ძედუშკა ბაბუშკებს, ბებია ბაბუებს და ახალგაზრდებს ან შუახნეს ადამიანებს წვინ გამორიცხილებს დაახვედრებ ამ ბაბუშკა ძედუშკებს, ბებია ბაბუებს, რატომაც არა 51%-ს მიიღებ ბულგარეთშიც კი, რომლებიც იტყვიან რომ არ ვიცი ხა ბულგარულად როგორ ჟღერს, ინგლისურად კი ესე ჟღერს. Why not? შეუერთდეთ რუსეთს. კანონიერი იქნება ეს რეფერენდუმი? არა, კარგით გავანებოთ ბულგარეთს თავი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში არც მე ვიცი მისი შიდა პოლიტიკის თაობაზე ბევრი არაფერი და თქვენც არაფერი იცით. აი, საქართველოში თუ ტვინ გამორიცხვის 8 წლიანი, არა უკვე 12 წლიანი, 13 წლიანი ოპერაცია ჩატარდება. ქართველები არ მოინდომებენ, არ უნდათ ქართველთან ნაწილს რუსეთთან ჩახუტება, მიერთება. არ ამბობენ, მათ შორის ჩემი ასაკის, არა, ჩემზე ახალგაზრდებიც. მე საბჭოთა კავშირის მოვესწარი, მაგრამ აი 90 წელს შემდგომ დაბადებულთან ნაწილი რასაკვირველია მცირე. ამბობს თუ არა რომ აი ჩვენ 27 მაინთიანი ავიარეისებს არ მოსწრებიან ისინი თბილისსა და მოსკოვს შორის, მაგრამ ჩვენ აი ნაშჩებში გვინდა გაგულავება მოსკოვში, სასტუმროში, იქ ბევრი არიან ნაშები. ხო, მოსკოვშია ცუდად ცხოვრობენ და ასე შემდეგ. მაგას ჩავიციკლეთ ამ არ ვიცი რა, პარიზზე, ვენაზე, ხო? მადრიდზე, ბარსელონაზე. ხო, აი ეს ამბავია და ამ ოპერაციას ატარებს რუსეთი. ხა მესამე, რასაც ითხოვს, დენაციფიკაცია ვთქვით, დემილიტარიზაცია. დემილიტარიზაციას გასიშთავს დამატებით ამ მიხსნას ვიდმე. ანუ რუსეთი უკრაინას ეუბნება რომ რასაც დაგტოვებო, ხო? 5 რეგიონს შეიძლება შვიდსაც წაგართმევ, რაღაცა ხო დარჩებაო შენგანო და იმასაც იმ ქვეყნის, იმ სივრცის მოქალაქეებს იარაღი როგორც ასეთი არ უნდა ჰქონდეთო. ვინ ეკითხება რუსეთს, რომ ვკითხო მე ეს ქართული ოცნების მომხრეს, ან რუსეთის მომხრეს, ვთქვათ, ბოლომდე ღიად რომ ვთქვათ, ვინ ეკითხება რუსეთს რა უნდა გააკეთოს დამოუკიდებელი თუნდაც ესეთი დასუსტებული, ტერიტორიებს შემორღვეული ქვეყნის ხელისუფლებამ, რატომ არა აქვს მას უფლება საკუთარი შეიარაღებული ძალების ქონისა, ძლიერი შეიარაღებული ძალების ქონისა, რომ მერე 10 წლეულების შემდეგ დაიცვას ღირსეულად საკუთარი თავი, რომ თლიანად არ გააუქმოს რუსეთმა? ხო, პასუხი რასაკვირველია არავის აქვს ამ კითხვაზე. ამასობაში საქართველოს ამბების გავურიოთ? არა, უკრაინაზე ვისაუბროთ ორიოდე სიტყვით. იდე ხო და აქედან გამომდინარე, რაღაი რუსეთს აქვს ეს და სხვა პირობები, 5-7 რეგიონი უნდა მთლიანად. რუსეთის დენაციფიკაცია უნდა, რუსეთის არა, უკრაინის დენაციფიკაცია უნდა, უკრაინის დემილიტარიზაცია უნდა, ნატოში რო არ შევიდეს ის უნდა და კიდე ათობით მოთხოვნა აქვს. იქ რაღაც ატომურ ელექტროსადგურზეც აქვს და კიდე ბევრ რამეზე. მე მოვარაუდობ, არა თუ 17 მაისს, არამედ 17 იუნის, 17 იulis, 17 აგვისტოს, 17 იunis, 17 აგვისტო, 17 სექტემბერი, 17 ოქტომბერი, 17 ნოემბერი, 17 დეკემბერი და ასე შემდეგ არ დასრულდება ეს ომი. გაუჭირდება თუ არა უკრაინას? ხო, გაუჭირდება ერთის მხრივ ადამიანურ რესურსში რასაკვირველია პირველ ყოვლისა, მაგრამ აი ფინანსურად და შეიარაღების თვალსაზრისით მე მგონია რომ აღარ. ან არა. იმიტომ რომ ევროპას ადეკვატურია ამასობაში, გარდა იმისა რომ დოლარზე თუ ევროზე მიდის, აი 40 მილიარდის ამბავიც გადაწყვეტილია პრაქტიკულად, არც შეერთებული შტატები გადის ამ პროცესიდან, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა გარკვეულწილად შეცვალა რიტორიკა, თუმცა ამავე ტრამპმა სხვათა შორის ამ ბოლო ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინას მე მთლიანს ვხედავო. საინტერესო პასაჟია, ხო, აქამდე მის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ გაიყოსო და შეეგუოსო რაღაც ტერიტორიების ნაწილს დაკარგავსო, მაგრამ განხიბლული, მე მაინც ამის იმედი მაქვს, რომ განხიბლული პუტინისაგან ხო, ტრამპი ადეკვატურობის მეტხარისხს გამოავლენს მომავალში. და როგორც წინა ვიდეო ბლოგში, რომელიც საქართველოს ეხებოდა, ვთქვი,
იქ თქვი რუბიოს პოზიციები ძლიერდება და ეს რუბიოს აკრიტიკო მაგრამ მაინც რაღაც ჩემი მოსაზრებით ღირებულებების კაცი მაინც არის. გავურიოთ საქართველოს. ამასობაში ეს ქართული რუსული ოცნება, რომელიც ტრამპსაც კი გადასწვდა, ესე ცალკბად, ხო, ფაქიზად. ახლა უფრო და უფრო გააძლიერებს ტრამპის კრიტიკას ჩემი აზრით. პირველი იტყვის, რომ ტრამპმაც კი ვერ მოახერხა, რომ ომი შეეწყვიტაო. Deep State-მა იმძლავრად ჩანს ტრამპზეო და პოლიტიკური გუნდი ბანდა, რომელიც ამბობდა და რომლის ლიდერიც ამბობდა, რომ რასაც ტრამპი იტყვის, როგორც ტრამპი იტყვის, ისე იქნებაო, ახლა ცოტა განიხიბლება, ან გვარიანად განიხიბლება ტრამპით. იმიტომ რომ ეს ხო მოსკოვის შეკვეთაა და მოსკოვის მიერ გამოგზავნილი მესიჯებით ხელმძღვანელობენ ისინი. ამასთან ChatGPT-შია თარგმნილი 95% მესიჯებისა რუსულიდან ქართულად და ისინი კოპირებას აკეთებენ, უბრალოდ იზეპირებენ სარკის წინ. პაპუაშვილი ასე მაგალითად დარწმუნებული ვარ დგას ხოლმე. პაპუაშვილი სარკისთან. ხო და ტრამპისაგან განხიბლულებს რაღაცა სათქმელი უნდა გქონდეთ. ომში გვითრევენ, ვეღარ გვეტყვიათ, იმიტომ რომ დასავლეთი ომში არ გვითრევს, არც გვითრევდა და ტრამპს საერთოდ ეს მშვიდობის ყოფილი რიტორიკა კი ექნება შენარჩუნებული. მაშ ვინ, რა ხდება? რა ხდება ქართული ოცნების თავს. და ეს მესიჯი ჩემი აზრით ისედაც არ მუშაობს, მაგრამ არ იმუშავებს და არ იმუშავებს. მაგრამ აქ თავარი ესეც არ არის მესიჯი რა როგორ იმუშავებს და რას იმუშავებს. თავარი არის ის, რას აპირებს ქართული ოცნება. მას შემდეგ, როდესაც დარწმუნდება იმაში, რომ ტრამპს კი ვერ მოაგვარა ეს პრობლემა. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ვერ დაასრულა. ასე ზურგით დადგომას შეერთებულ შტატებთან, დიახ, გაგიკვირდებათ და ახლა უკვე ევროპის კვალდა პარალელურად ქართული ოცნება გადავა შეერთებული შტატების გინებაზეც იმის გამო, ისედაც ხო ბევრია გინა, მაგრამ კიდევ უფრო მეტ გინებაზე ამჯერად ტრამპის ადმინისტრაციისა, იმის გამო რომ მიღებული იქნება მეგობარი აქტი და იმის გამო რომ მეგობარი აქტის სულისკვეთებას შინაარსას და სულისკვეთებასაც გაიზიარებს თეთრი სახლი. და აბსოლუტურ იზოლაციაში მოქცეულები ახლა უკვე საერთოდ თვალდაფრჩენილები და ხელგაწვდილები იქნებიან ნახევრად დემოკრატიული სახელმწიფოების, არადემოკრატიული სახელმწიფოების აგრეთვე მიმართ ოღონდ. აქ დიდი პრობლემაა მეგობრებო. შეერთებულ შტატებთან შეპირისპირება არავის უნდა ჩინეთსაც კი. ბარემ რომ ვიცოდეთ და როდესაც ესეთი დახურული ან ღია ან ნახევრად დახურული სიგნალები ექნება პეკინსაც და სხვა ქვეყნებსაც. მაგალითად, საუდის არაბეთს, ემირატებს და სხვებს იმის თაობაზე რომ სტოპ ეხლა შეერთებული შტატები აი ამ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში მკვეთრ პოლიტიკას იმუშავებს, რომ იცოდეთ მაინც, იმიტომ რომ ესე ვთქვათ ადეკვატურები არ არიან, აი ეს 6, 7, 5 მილიარდი, 9 მილიარდი, 300 მილიონი და ასე შემდეგ, ნელ-ნელა ეს საპნის ბუშტივით აორთქლდება ეს დაპირებები და მემორანდუმები იმის თაობაზე, რომ ვიღაცა სადღაც რაღაც ინვესტიციას განახორციელებს. ხო და ამბავიც ეს არის. ბიუჯეტს როგორ ავსებთ? ინვესტიციების გარეშე ბიუჯეტს როგორ ავსებთ? თუ გგონიათ, რომ ბიზინა ივანიშვილი ჯიბეში ხელს ჩაიყობს და ამოაცურებს ისედაც შემცირებული რაოდენობით $, ევროს, წარეცდებით. ბიზინა რას და ამას არ გააკეთებს. ხო და წერნი აი ბუზის საკლავი როა გახსოვთ? ესეთი რაღაც საზიზღარი ნივთია, ხო? აი ესე მე უნდა მიაჭყლიტო. აი ესე თითქოს ესეთი დაბეჭდება რჩება, რომ აი ამ ბუზის საკლავით დასდევენ ან დაუწყებენ დევნას ქართულ ოცნებას. ყვითელი როა ან ვარდისფერი თუ იასამნისფერი თუ რა საშინელი ფერი კი არა, საშინელია თვითონ როგორც ნივთი. ხო და ესე მის სიკვდილება ჭყალებში. პოლიტიკურ მისიკვდილებას გულისხმობ. მისიკვდილება ქართული ოცნებისა გარდაუვალია. ეხლა მე მინდოდა სიმართლე გითხრათ, რომ რაღაც მოდელირებული ზარის შემომეთავაზებინა შალვა პაპუაშვილთან გამარჯობათ, ბატონო შალვა. ერთი კითხვა, ჟურნალისტი ირაკლი დაბლიაშვილი გაწუხებთ, ამ თავითვე გეტყვით, რომ მე გიწერთ და თუ თქვენ არ ახარ წინააღმდეგი განვაგრძობ, ოღონდ უწყინარი კითხვები მექნება თქვენი ცნებართვით. Deep State-ი, ბატონო შალვა. მოკლედ ამის გაკეთება მინდოდა, მაგრამ მოდი გადავდოთ, იმიტომ რომ აი 20 წუთი გავიდა.
ამასობაში იმან მაჭარაშვილთან იმართებაში რო გავაკეთე ეს მოდელირებაც არასწორი სიტყვა რომ ვითომ ვურეკავ მაჭარაშვილს გალაქტიონ ტაბიძის თაობაზე ჩემი აზრით რაღაცა საინტერესო იერი მიიღო და ახლა შალვა პაპუაშვილი მყავს ამოჩემებული და შემდეგ თუ არა შემდეგ ვიდეო ბლოგში ამ ვითომობასაც გამოვიყენებ კარგი იქნება სახალისო საინტერესო კითხვა მომაწოდეთ თუ გდებათ აი კარგი იდეა მაქვს რა კითხვა ვითომ რა კითხვა დაუსვა შალვა პაპუაშვილს ვითომ რა არის საინტერესო თქვენთვის ამ ვიდეო კონტენტის კომენტარებში ჩაწერეთ გთხოვთ დაბეჯითებით ნახვამდის